სამყარო შეიძლება შეიკუმშოს? ზუსტად ამას გვეუბნება ერთ-ერთი ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც კოსმოსი უსასრულოდ არ გაფართოვდება, არამედ საბოლოოდ იმ ზომამდე შემცირდება, საიდანაც დიდი აფეთქება დაიწყო. ახალ კვლევაში მეცნიერებმა სიმულაციების მეშვეობით გამოითვალეს, რამდენ ხანს შეიძლება ახდეს ეს ჰიპოთეზური სცენარი. შედეგებმა აჩვენა, რომ ეგრეთ წოდებული დიდი შეკუმშვა დაახლოებით 33 მილიარდ წელშია მოსალოდნელი. ეს პროცესი კი 7 მილიარდ წელში უნდა დაიწყოს. მას შემდეგ, რაც სამყაროს გაფართოება მაქსიმალურ დონეს მიაღწევს. მაგალითად, წარმოიდგინეთ რეზინი. ის გაწევას მუდმივად ვერ განაგრძობს, რადგან ელასტიკური ძალა გაფართოებას შეეწინააღმდეგება და რეზინს თავდაპირველ მდგომარეობაში დააბრუნებს. მეცნიერთა ჰიპოთეზით, სწორედ იგივე შეიძლება მოხდეს კოსმოსშიც. სამყაროს გაფართოებაში ბნელი ენერგია მონაწილეობს და დიდი ხნის განმავლობაში ის მუდმივ ძალად მიიჩნეოდა. ახალ კვლევაში კი მეცნიერებმა უარყოფითი მუდმივა შემოიტანეს, რომელსაც კოსმოსი კოლაფსამდე მიყავს. რამდენადაც კატასტროფულად არ უნდა ჟღერდეს, ეს სანერვიულო მაინც არაფერია. ჰიპოთეზაა და ის მართალიც რომ აღმოჩნდეს, საბოლოოდ შეკუმშვამდე თითქმის 20 მილიარდი წელია დარჩენილი, ანუ იქამდე ძალიან დიდი დროა.